საღამოშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ახლობელს გაშლა გავუკეთე მთხოვა, რომ ფინანსებზე გაშლა გამეკეთებინა, მას ფინანსების თაობაზე გავუკეთე, უკვე ჩაუწერე გაშლა და ისე კარგად დავიმუხტე, ისეთი დადებითი ენერგიებით დავიმუხტი. ახლა მინდა რომ თქვენ შემოგთავაზოთ ერთი გაშლა იქნება თავისუფალი, არ შევეხები არც ფინანსებს, არც სიყვარულს. აბსოლუტურად არაფერს არ ვეხები და ვაცლი დასტას, ჩემს საყვარელ დასტას, რა შემოგთავაზებს ის ახლო მომავალში. ახლო მომავალში რაღაცა ჩემთვის ვიჯექი და არ ხეინათ 3 კვირის ენერგიები მომივიდა აზროვნებაში. ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩემს დასტებს 3 კვირაზე რაღაც ინფორმაციის გადმოცემა უნდა, მაგრამ სანამ გაშლა შემოგთავაზებთ, მეგობრებო, მინდა რაღაც გითხრათ, გავამახვილე ყურადღება რაღაცაზე. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ არ ვარ ჭორიკანა ადამიანი, არ მიყვარს არავის განხილვა, არ ვერევი არავის საქმეში, ზოგადად არ მაინტერესებს არავის ცხოვრება, რადგან ჩემი საკუთარი ცხოვრება მაქვს, ასია თუ ისია, ბედნიერი ვარ, მაქვს ის ყველა ნებისმიერი ნივთი, ყველაფერი ის ელემენტარული, რაც მინდა რომ მქონდეს, დავცხოვრობ იმ ცხოვრებით, რანაირი ცხოვრებითაც მინდა ვიცხოვრო, მაგრამ ეხლა უბრალოდ არ შემიძლია, არ შევეხო კონკრეტულად ჩემ კოლეგებს, ზოგადად ტაროლოგებს. ტაროლოგები, რომელიც ამბობენ ყოველგვარი ილუზიების გარეშე, ყოველგვარი ილუზიებისა და წარმოდგენების გარეშე. რას ნიშნავს, მეგობრებო, ილუზიების გარეშე? აქ, როდესაც ადამიანი ტაროს შლის, აქ არანაირი ილუზია არ არსებობს. აქ ადამიანი გადმოცემს ზუსტად იმ ფიგურებს, რა ფიგურებსაც გადმოცემს არკნები და არა მარტო იმ ფიგურებს, მარტო ფიგურები არაფერს არ ნიშნავს, თუ ადამიანიდან ამ ფიგურებსთან ნახატებს არ დაერთვა ადამიანიდან წამოსული ენერგია. ადამიანის ენერგია, ინტუიცია, ზოგადად ტაროლოგის, თუ ადამიანს არ აქვს ინტუიცია, არ აქვს ტაროსთან კავშირში არსებული ენერგიები, მაშინ ის ბოდიში და ტაროლოგი არ არის. ტაროლოგი, რომელიც ამბობს ილუზიები, ეს ტაროლოგი არ არის. როგორ შეიძლება ადამიანმა სხვა ადამიანის გაშლას უწოდოს ილუზია და უწოდოს ფანტაზიები, როდესაც ყველა ტაროლოგმა იცის, ყველა ტაროლოგმა თუ არა, ყოველ მეორე ტაროლოგი ეხლა არის როგორც ტაროლოგი, ასევე ეზოთერიკოსი. და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ტაროს აქვს ორი მხარე, ცუდი და კარგი. შეგიძლია წაიკითხო ცუდი მხრით და შეგიძლია წაიკითხო კარგი მხრით. და მე ვიცნობ ძალიან ბევრ ტაროლოგებს და პატივცემ ამ ტაროლოგებს, რომელმაც შემაყვარა ზოგადად ტარო და ესენი არიან ტაროლოგები, რომელიც ტაროს კითხულობენ დადებითი ენერგიებით, დადებითი მხრით და გადაცემენ ასე მაყურებელს და მათ ცხოვრებაში აფიქსირებენ ამ ყოველივე საუკეთესოს. და მე შემირცხვენია ის ტაროლოგები, რომლებიც ცუდად აფიქსირებენ ამ ყველაფერს, ცუდი მხრივ კითხულობენ და ცუდად უნუხტავენ ამ ყველაფერს ადამიანს და უგზავნიან ცუდად დამუხტულ ენერგიებს. ასეთი ტაროლოგები არ მუშაობენ თქვენთვის. დამიჯერეთ, მე ჩემი მაყურებლები ძალიან მიყვარს და ვუხსნი ამ სიტუაციას. ასეთი ტაროლოგები თქვენთვის არ მუშაობენ. მათ ამოძრავეთ მხოლოდ ერთი რაღაცა, მხოლოდ ეს ერთი რაღაც არის ფინანსები, ფული, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. შემირცხვენია ყველა ტაროლოგი, რომელიც და ეზოთერიკოსი, მით უმეტეს ეზოთერიკოსი, რომელიც ცუდს უფიქსირებს ადამიანს, უგზავნის ცუდ ენერგიებს და იცირადო. იმიტომ რომ შემდეგ ამ ადამიანმა ამას მიაკითხოს, ამ ცუდი ენერგიების გაგზავნის მხრივ რაღაც წმენდებისთვის. კი, რა თქმა უნდა, წმენდები კარგია, უნდა გაიკეთოთ, მაგრამ აი ზოგადად რომ ფინანსებისთვის ტაროლოგი მუშაობს, ადამიანებს უგზავნის ცუდ ენერგიებს და შემდეგ ამით უნდა გამოიმუშაოს თანხები, რომ შემდეგ დაურეკონ, ვაიმე შემცხოვრებაში ეს ცუდი თუ წავიდა, რამდენხანს გაგრძელდება ასე და ასე. სირცხვილი ხალხო, სირცხვილი. თუ თქვენ ხედავთ, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში რამაც ცუდს აფიქსირებს ის დასტები, ეს ცუდი ამოიღე, გაუშვი სამყაროში, მაღალ ძალებში უკან დააბრუნე და ადამიანს კარგი დაუფიქსირე. იმედია ეხლა ტაროლოგი, რომელიც ასეთი ტაროლოგები მიყურებენ,
და თქვენ თავზე მიიღეთ ყველა მე არავის შეურაცხყოფას არ ავაყენებ, მაგრამ თქვენც ნუ მიაყენებთ ტაროლოგებს შეურაცხყოფას, რომელიც ტაროლოგებით ზოგადად ადამიანებისთვის მუშაობენ, ადამიანების ცხოვრებაში აფიქსირებენ ყოველივე საუკეთესოს და დადებით ენერგიებს. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და მის ნამუშევარს ნუ ეტყვით ფანტაზიებს და ილუზიებს. იმის გამო რომ თქვენ ფული გამოიმუშაოთ, რადგან თქვენ მოგმართონ შემდეგ თქვენმა მაყურებელმა თუ თქვენმა კლიენტებმა, რომელიც ვერ ეტყვევიან ამ საქმეში, რომ ვაიმე, ჩემ ცხოვრებაში ეს წასული ადამიანი როდის დაბრუნდება, დამიბრუნე და ასე შემდეგ. კარგი რა, შეგწოთ ფულის გამო, თანხების გამო, ნუ გააკეთეთ ამ ყველაფერს. უბრალოდ სხვის ნამუშევარ ჭრილს ნუ მიაყენებთ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ და ფანტაზიებს ნუ უწოდებთ ისეთი ადამიანის გამოცემას და დადებით ენერგიებს, რომლებიც თავის მაყურებლის ცხოვრებაში უშვებს დადებით ენერგიებს, დადებით დამუხტულ ენერგიებს და უფიქსირებს მას და აღეჭილს უდებს ცხოვრებაში იმ ყოველივე საუკეთესოს, რა საუკეთესოც შესაძლებელია, აი ძალიან მალე მოხდეს მათ ცხოვრებაში. ეს მე ტაროლოგებს არ ვეხები და არც მაინტერესებს ზოგადად სხვისი აზრი. ადამიანი თავის ენერგიას გადმოცემს ისე, რა ადამიანიც არის ის ძალიან ბევრი შორიანი, ბოღმიანი ადამიანია და რატომ შეიძლება გამორიცხოთ, რომ ტაროლოგი არ იყოს ასეთი? რა თქმა უნდა, ტაროლოგიც იქნება შორიანი, ბოღმიანი, ზედმეტნაკლებად და ასეთი შორიანი, ბოღმიანი ტაროლოგი თუ ადამიანი უბრალოდ სხვის ცხოვრებაში, სხვის ენერგიებში დადებიც არ გაუშვებს, ხალხო. არ გაუშვებს და ზუსტად ეს არის აი ასეთი ხალხი, რომ არ ვიცი რა, უბრალოდ ინანება ასეთი ხალხი და ტაროლოგები, რომელი ტაროლოგებიც მხოლოდ დადებითზე მუშაობენ, დადებით ენერგიებს უშვებენ ხალხის ცხოვრებაში, უბრალოდ ჭრილს ნუ მიაყენებთ მის ნამუშევარს და ფანტაზიებს და ილუზიებს ნუ უწოდებთ. აი ეს მინდა გითხრათ, სხვა არაფერი და უბრალოდ ჩემ მაყურებელს თვალი აუხილე იმ ტაროლოგების მიმართ, რომელიც ტაროლოგები სხვის დადებითად დამუხტულ ენერგიებს, ილუზიებს და ფანტაზიებს უწოდებენ. ახლა კი ჩემი მაყურებლებისთვის ბევრი როარ გავაგრძელო, დავიწყე პირდაპირ გაშლა და ეს გაშლა იყო თუ რას მოგიტანთ 3 კვირის ენერგიები, ანუ მთლიანად ეს თვე იანვარი და ცოტა მეტიც. ანუ რა შეიძლება წამოვიდეს დარჩენილი იანვრის ენერგიებით. მზე მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ მე თქვენ ცხოვრებაში უშვებ მზეს, მე ჩემი დადებითი ენერგიებით და ჩემგან დამუხტული ენერგიებით თქვენ ცხოვრებაში ვაფიქსირებ მზეს, თქვენ ცხოვრებაში უშვებ მზეს და ამ მზეს ვაყრებინებ თქვენ ცხოვრებაში ახლა არსებულ ღრუბლებს. თქვენთან შემოვა მზე, გადიღრება ღრუბლები და თქვენ დარჩებით ბავშვურ ლაღ ენერგიებში. ან კიდევ ისეთი ინფორმაცია შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რა ინფორმაციაც მოგიტანთ ცილაღეს და ბავშვურ ენერგიებს. დიდი ხნით თუ არა, იმ დროს და იმ წუთებს იგრძნობ ბავშვურ ენერგიებში, რა დროსაც ამ ინფორმაციას მიიღებთ. აქ არის სამართლიანობას ამაღალწალებს, უნდა თქვენ ცხოვრებაში დაფიქსირდეს მზე, წავიდეს ღრუბელი და თქვენ გაჩუქოთ ლაღი. უდარდელი ენერგიები, ისე როგორც ზუსტად ბავშვები არიან ლაღები და ლაღურ ენერგიებში და თუ მაღალწალებს და სამართლიანობას ასე უნდა თქვენ ცხოვრებაში, მე რა შემიძლია? ან კიდევ რატო უნდა შევაკავო? თქვენთან გამოსასვლელად. ეხლა ვიღაც გაკვირდებათ, რა შესაძლებელია ზოგიერთებთან სასამართლო პროცესის იყოს, მეგობრებო, რაღაცა გადაწყვეტილების წინაშე იდგეს თქვენი სიტუაცია, თქვენი საქმიანობა რაღაცის გადაწყვეტილების წინაშე იდგეს, რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შესაძლებელია მაღალმაწალებმა და შესაძლებელია მართლა სასამართლო იყოს. სასამართლო თუა და მოლაპარაკება თუა, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ამ სასამართლოდან გადადიხართ მეორე ეტაპზე და თუ ფინანსებს ეხება სასამართლო პროცედურა, ან კიდე რაღაც გაურკვევლობა თქვენ ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, რომ ფინანსებში გამარჯვებული თქვენ იქნებით, ფინანსები ხელში გიჭირავთ და არა მარტო ფინანსები გიჭირავთ ხელში, არამედ თქვენ ფიქსირდებით ფინანსურად ძლიერ ოჯახში. თუ თქვენ დღეს განიცდით რაღაც პრობლემას ფინანსების მხრივ, მინდა გითხრათ, რომ თქვენი
ოჯახი, არა მარტო მხოლოდ თქვენ, არამედ სრულად თქვენი ოჯახი მალე იზეიმებს ფინანსების შემოსვლას. აქ არის ფინანსების შემოსვლა, რაღაც მოლაპარაკების საფუძველზე. ზოგთან შესაძლებელია შემოვიდეს, როგორც ახლა თქვი, სასამართლო პროცედიდან ფინანსები, ზოგიერთებთან უბრალოდ რაღაც ინფორმაცია შეიძლება შემოვიდეს, რომელიც ინფორმაციაც გადაყრეს ღრუბლებს და შემოიტანს ნათელს თქვენ ცხოვრებაში. თუ ვინმე სამსახურს ეძებდა, მინდა გითხრათ, რომ 100%-იანი იპოვით სამსახურს, ეს იქნება სამსახური, რომელიც მეორე ცხოვრების მეორე რაღაც ეტაპზე გადაგიყვანთ. აქ ხედავ ძლიერ ოჯახს ფინანსების მხრივ, თუ გაჩერებულია, ფინანსები ძალიან მალე დაიძრება თქვენ ცხოვრებაში და აქ ასევე ვხედავ რაღაც მაყურებლების რაღაც პროცენტში, რომ რაღაცაში ფინანსები ჩადეს და განვითარებას ელოდებიან და ის, ვინც რაღაცის განვითარებას ელოდება ფინანსების მხრივ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე განვითარდება ფინანსები, მოიტანს შედეგს და უბრალოდ შედეგს კი არ მოიტანს, არამედ კმაყოფილი იქნება მთელი ოჯახი, ბედნიერი იქნება ამ ფინანსების მხრივ და უფრო მეტთან მეგობრებო, უფრო მეტ პროცენტთან, სწორედ ეხლა განიხილება მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსებზე, მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსებზე, შესაძლებელია ზოგთან იყოს რაღაც ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის განვითარება, თუ ვინმე ბიზნესთან კავშირშია რაღაცის წამოწყება უნდა, ან უკვე წამოიწყო და ფინანსების განვითარებას ელოდება, მინდა გითხრათ, რომ ფინანსები ძალიან მალე განვითარდება თქვენ ცხოვრებაში. სამყარო ასტაბილურებს ზოგიერთებთან ფინანსებს და ზოგიერთებთან სიყვარულს. აქ ისევ ძველი მეგობარი, ძველი სამსახური, ძველი ფინანსები, ძველ სამსახურში დაბრუნება. სამყარო გთავაზობთ მეგობრებო ურთიერთგაგებას, თუ სადმე არეულობა იყოს, ცოტა რაღაც უკთახმება იყოს სამსახურში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე დასტაბილურდება სიტუაცია. სამსახურში შესაძლებელია ვიღაცას უყვარდეთ, პატივს გცემთ, რომელიც დაგეხმარებათ, გვერდში დაგიდგებათ და თქვენ საქმიანობას წინ წაწევს, ანუ წინ ერთი ნაბიჯის წინ წაგწევთ ეს ადამიანი და დაგაბრუნებთ სამსახურში. თუ ვინმე სამსახურის ამასთან პრობლემები იყო. აქ ასევე ზოგიერთებთან შეიძლება იყოს რაღაც საბუთების პრობლემა, რომელიც საბუთებიც ისევ სამსახურებრივ სფეროს ეკუთვნის და ეს საბუთები მეგობრებო მინდა გითხრათ სამსახურებრივ სფეროში მალე განვითარდება. ახლა შეიძლება ამ წუთში გაურკვევლობა არის, მაგრამ მალე შემოვა თქვენ ცხოვრებაში საბუთები, რომელიც საბუთებიც ძველ სამსახურთან კავშირშია. თქვენ გადადიხართ ცხოვრების მეორე ეტაპზე და ისევ სამსახურებრივ სფეროში ძალიან ცოტა სფეროში ეს გადაახვდავთ, ვისაც გესაჭიროებათ სასიყვარულო სფეროში. ძირითადად გაშლა ამოვიდა ფინანსებზე. ეხლა რაღა დავფიცოდეთ, ჩიცახან ჩემმა დაიკო მთხოვა ფინანსებზე კარტის გაშლა, მე მას დასტა გავუშალე ფინანსებზე და თითქმის ახლა როცა დასტა გავშალე, კარგად აჩეხილი და აჭრილი დასტა, იგივე ენერგიები წამოვიდა და იგივე არკნები წამოვიდა. ეს ხო ჩემი დასტის ენერგიებია და ეს ზუსტად ჩემი დასტა ასეთი, როცა რაღაცას გეტყვის, ის არ 3 და 5 გაშალო პასუხს არ შეცვლის და იგივეს დაგიფიქსირეს. მე ზოგჯერ თვითონ მე ეზოთერიკოს და ტაროლოგს ზოგჯერ ჩემი დასტა ძალიან მაოცებს. ჩემი დასტის გამკვირვებია, თუ როგორ შეიძლება გაშალოს 3 დასტა და ამოვიდეს იგივე არკნები, დაგიფიქსიროს იგივე პასუხი, მოგცეს გარკვეული პასუხი. პასუხს, რომელსაც პირველ გაშლაზე გაძლევს, იგივე პასუხს, იგივე არკნებს გაძლევს მეორე გაშლაზე, მესამე გაშლაზე. ეს არ ხდება ერთხელ და ორჯერ, არ დაფიქსირებულა ჩემ ცხოვრებაში, ჩემ დასტებთან ურთიერთობაზე. ეს ხდება ძალიან ხშირად და ამის მერე ადამიანი გამოვა, არავის ეგონოს, რომ ვიღაცა მე მითხრა და ჩემ გაშლებს უწოდათ ასეთი რამე, არა მეგობრებო, მაგრამ მე ისე მიყვარს ტაროს გაშლა, ტაროსთან და ტაროლოგებთან კომუნიკაცია, მე ძალიან ბევრი ტაროლოგის გადმოცემულ გაშლებს ვისმენ და უბრალოდ გული მტკივა, როდესაც
ადამიანი გამოდის, ტაროლოგი გამოდის და ხვის მას გაშლებს უწოდებს ფანტაზიებს და ილუზიებს. ეს აბსურდია, მეგობრებო. უბრალოდ მაშინ ამ ადამიანს არ აქვს შეგნება და ბოდიში მოგიყვეთ, მაგრამ ასეთი ადამიანის ასეთი ტაროლოგის გაშლებს არ უყუროთ. ალბათ თვითონ შლის და თვითონ უშვებს ფანტაზიებს ხალხის ცხოვრებაში და აბოლებს ხალხს ჩვენებურად, რომ ვთქვათ რა. ეხლა ამით დაგემშვიდობებით ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, მართლა ძალიან მიყვარხართ, მართლა გულწრფელად, ერთგულად ვარ თქვენ ცხოვრებაში, თქვენთან კავშირში. მე შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ ვერცეთ ჩემ კოლეგას და მის გაშლებს, ფანტაზიას და ილუზიებს ვერ უწოდებ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თუ ასეთი ტაროლოგია, ალბათ თვითონ აბოლებს ხალხს და რაღაც ფანტაზიებს ლაპარაკობს, რომელზედაც თვითონაც იცის, რომ არ ასრულდება მათ ცხოვრებაში. მაპატიონ, მომიტევონ, მაგრამ თუ ახლა ტაროლოგი მიყურებს და იმედია ვიღაც მოისმენს, რომელიმე ტაროლოგი მოისმენს, მინდა გითხრათ, რომ სხვის ნამუშევარს პატივი ეცით. და თუ ფანტაზიებზე თქვი და ილუზიებზე თქვენ მუშაობთ და შლით არკნებს, სხვებს ეცით პატივი და სხვის ნამუშევარს ილუზიები და ფანტაზიები არ უწოდოთ, რადგან მაღალი ძალები, სამყარო ამას არაფერს არ პატიობს, არაფერ უარყოფით არ პატიობს ადამიანს. სხვადასხვანაირი სახით ბრუნდება ეს ყველაფერი ხალხის ცხოვრებაში. ნუ დაიბინძურებთ კარმას, ტაროლოგებმა ძალიან კარგად იცით კარმის მნიშვნელობა რა არის, კარმა გაუფრთხილეთ საკუთარ კარმას, ნუ დაიბინძურებთ კარმას. და იყავით სუფთა როგორც საკუთარ თავთან, ასევე მაყურებლებთან. და ასევე მინდა დავამატო ორი სიტყვა ის, რომ რამოდენიმე ტაროლოგი არის YouTube-ზე, რომელი ტაროლოგიც მართლა ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს სცემ და რამოდენიმე ჩემს მერე შემოვიდა და ჩემს მერე აღმოვაჩინე და რამოდენიმე კიდე სანამ მე თვითონ ტაროლოგი გავხდებოდი მანამდე, ძალიან მიყვარს. ეს რამოდენიმე ტაროლოგი, რომელიც ნამდვილად ენერგიებით, ზუსტი სრული ენერგიებით კითხულობს დასდას, პატივს მე მათ გაშლებს ვალაიქებ. რადგან ეს ადამიანები ნამდვილად გულწრფელად განმოცემენ ენერგიებს, უბრალოდ იმ ენერგიებს, რა ენერგიებიც უნდა წაიკითხოს იქ და მათ გაშლებში არ არის არანაირი ფანტაზია და ილუზია, როგორც ჩემს გაშლებში და მე მინდა რომ მოვიკითხო ეს ადამიანები და ძალიან მიყვარან და მიხვდებიან ალბათ ვის გულისხმობ და ვის გაშლებს ვალაიქებდი და ვალაიქებ დღესაც. მიყვარხართ ყველა ძალიან კარგი ტაროლოგები და ასევე ჩემი მაყურებლები. მოგიკითხავთ ყველას და დაგემშვიდობებით ასევე დიდი სიყვარულით და ყოველივე საუკეთესოს დაფიქსირებას გისურვებთ თქვენ ცხოვრებაში.